რამდენჯერაც ევროპაში წავ, იმდენჯერ წვუნდები, რომ სამეგრელო არის საქართველოში ყველაზე ევროპული ნაწილი. გამარჯობა მეგობრებო, ახლა მივდივარ ოვარში და განახებთ ამ პატარა ქალაქსაც. მე პირველად მივდივარ, წინა წელს არ ვარ აქ ნამყოფი. და შემთხვევით ჩემმა ქართველ მეგობრებმა მითხრეს ამ ქალაქის შესახებ და რომ დაგუკლეთ ძალიან მომეწონა და ეგრევე ვიყიდე ბილეთი და მივდივარ მეორე დღეს. მატარებელი შუა ლენდაქსზე გაჩერდა და დახრილი და გული მისკდება ახლა. და ახლა მიდის წაბრძანდა როგორც იქნა. კი არ იციან რომ გიჟი უზით ვაგონში და ესეთი რაღაცები არ შეიძლება. უნდა შევხვდე ახლა ჩემს მეგობარ ჟოაოს, რომელიც უკვე გაგაცანით წინა ვიდეოში. ჟოაო არის სამხრეთ აფრიკიდან, მაგრამ წარმოშობით არის პორტუგალიელი. მოკლედ გზა აგვერია, შემთხვევით სხვა ქალაქში ჩამოვედით და ეხლა ტაქსით მივდივართ მაგ ქალაქში, სადაც გვინდა და წასვლა. You look like a spy now. I am. Yeah? Oui, da. What does it mean? Yes. აი მოვედით, აი ამ ძალიან ლამაზ ეკლესიასთან. მეგობრებო, ეს ტაძარი არის პირდაპირ სასაფლაოს წინ. არა ეს სასაფლაოს ისეთი ლამაზი მეჩვენება. მეგობრებო, აი ისეთი ლამაზია შიგნიდან, ვერც კი წარმოგიდგენიათ. და ეხლა მზადებიან აღდგომისთვის. ძალიან ლამაზია. და აგერ არის ნათლობის ოთახიც. ეს ადგილი არის ვალეგაში. ამ ადგილს ქვია ვალეგა. და ამ ვალეგას წინ არის პირდაპირ ეს ეკლესია. ეხლა უნდა გავიქცეთ, მატარებელს უნდა მივუსწროთ და მეორე ადგილას მივდივართ. მე ეს ყველაფერი მეგონა ყველა ერთ ქალაქში და მედიერად წამოვედი, ამაყადრო, მეთქი ვიცი გზა თქო წამომყევით ხო და მივედით იმ ქალაქში და არაფერი არ იყო. მე ავიყვანეთ ტაქსი, მოვედით ამ ქალაქში, ეხლა მატარებლი სხვა ქალაქში უნდა გადავიდეთ. აი ეგ ორი უგემრიელესი ნამცხვარი და ორი ყავა, გადავიხადეთ სულ რაღაც 4 евро. შოქში ვიყავით. რაი, 4 евро რანაირად? ჩემ მეგობრებმა კითხა რომ ჩუქნით თუ ამ ყავას და ნამცხვარებს თუ ფულის გაკეთება არ გინდათ. იცით როგორი ქალაქია? ცარიელი ხალხი საერთოდ არ არის. ანუ იმდენად მყუდროა, იმდენად მშვიდია, რომ აი რა ვიცი, მივხვდი რომ მართლა დაბადებული ვარ ასეთი პატარა ქალაქებისთვის და არა დიდი ქალაქებში. აი მე ხული კიდევ ვინახე და ეხლა ჩანთა მინდა სიგდა იქ რომ ჩაძვრე შეიძლება ფეხით ჩამოვიდე თბილისში. შემოვედით რომ წყალი ვიყიდოთ. Baie goed, ja. Baie. ჩემ მეგობარი წუწუნებს რა ხარ მიხდი პორტო რა ძვირიაო. იმიტომ რომ ყველაფერი რაღაცა 1 евро, 2 евро, 3 евро ეს არის. აი მე ხახნო თავი მგონია აბაშაში. და რატო? ყველა დადის ველოსიპედებით, ეს სოფელი სატომღაც აბაშას გავს ამ სახლებით, სუფთა ეზოებით, ვიწრო ქუჩებით. ხალხით ძალიან ცოტაა ქუჩაში. აბაშა და პორტუგალია. აი ნახეთ ახლა ეს ეზო ზოგადად სამეგრელოს არ გავს. ნუ ახლა პირდაპირ მეგრულიო და არ არის, მაგრამ სტილი დაახლოებით მეგრულ სტილში. მოკლედ
რა სამეგრელო და რა პორტუგალი. ანუ ხალხო ვამბობ, რომ სამეგრელო არის ყველაზე ევროპული ნაწილი საქართველოში და ყველა იცინოდა რომ ვიწახდი და რამდენჯერაც ევროპაში წავდი, იმდენჯერ წვუნდები რომ სამეგრელო არის საქართველოში ყველაზე ევროპული ნაწილი. თან ხალხო, აი როგორც სამეგრელოში არის ეს პატარა ჭიშკრები, ღია ეზოები, ზუსტად ეგრეა. და წინ ცოტა დიდი ეზოა, თან აი მოვლილი ზუსტად ისე როგორც სამეგრელოშიცია და მერე ეზოს ბოლოში არის ლამაზი სახლი, რაღაცა ფერადი. აი გეფიცებით ხალხიც კი გვანან აბაშელებს. აი ველოსიპედზე რო სხედან ეგენი, აბაშელები მგონი. იმდენი ვირბინეთ, რომ როგორც იქნა მოუსწარით მატარებელს. მაგრამ ეხა მატარებელი აგვიანებს. So I went. მთელი დღე დავდივარ და ვიღაცების სახლებს ვუღებ ვიდეოებს. აი ულამაზესია ყველაფერი. და ყველაფერი ძალიან იაფია. ლამაზი, მყუდრო. და რაც თავარია, ბევრი ხალხი არ არის. ცარიელია. თითქოს ყველაფერი შენია. ზღაპარია, თავი მგონია ზღაპარში. So this is cemetery? Are we? Are we? Yes, it's a cemetery. Tell me this story. Wait. So, Joao, do you think that this is cemetery? Yes, it is a cemetery. Do you know any history about this cemetery? Well, in the 19th century, this cemetery, get some, you can see. So you already took a video of it. You can continue this story. Okay, so yes, this is a cemetery. It's dedicated to the families that they became successful overseas because Portugal, was widely known to explore the world. And basically, these are immigrants that were Portuguese that came back to. Okay, and this church and these cemeteries is dedicated to the families that brought back the money to bring money back to this community. It was a poor community and they uplifted it in the 19th century. მოკლედ ეს სასაფლაოები, რომელიც ამ ეკლესიის გარშემო არის, ეკუთვნისო განსაკუთრებულ ოჯახს. თითო ეს სასაფლაო, თითო ოჯახის არის, ესე ვთქვა, რომ სახლები არის ამ ოჯახისო. და ამ ოჯახებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვისო აქაურობის აღორძინებაში, იმიტომ რომ ფული შემოიტანესო ამ ადგილასო და ასე შემდეგ. და განსაკუთრებული ხალხი იყო, ანუ მდიდარიო, თავიანთი ძალა ჰქონდათო, ავტორიტეტი ამ ქალაქშია და ეს არის ამ სასაფლაოს ისტორია. ხალხო, აი ეს ადგილი რო იტალიაში ყოფილიყო, რამდენი ხალხი იქნებოდა ირგვლივ, ხო წარმოგიდგენიათ? ჯო იქიდან ვიღებს ვიდეოს. You know what I'm saying? If this place were in Italy, this would be overcrowded. This place, what do you think? Yeah. But why it's not overcrowded in Portugal? Be careful. Keep in mind, this is rural. It's like a hidden gem. We've been filming the whole day and I'm hungry and she doesn't make food. Oh, let me get food. Okay, now we'll go to grab some food. Send help. We are going now to grab some food. I'll link my PayPal in the description. Oh, there is coming a dog. You said there's a dog. It's a dog. In Portugal, eu tenho cão. It's dog, cão. Mas ela não é cão, é cachorro. Wait, what does it mean, cachorro?
It's like a hot dog. Hot dog? So, you discriminate some dogs? Of course. Of course. We are in Europe. No discrimination here. Dogs, humans, they are equal. How I pronounce hamburger? Biljat. I don't know. You just sound like you're threatening someone. It sounds like threatening. The way you sound, yeah. How I say? Hamburger. How you say? I'm saying hamburger. Hamburger. And what is the difference? Let them decide. I'm saying, ანუ ხალხმა მე ვამბობ hamburger. და ეს რო თქვი, მოლში ვიყავით და დამცინა რომ რა არის, რანაირად იძახიო, მეგონება ხელს და მეგონა ხელს გაარტყამდიო და რამე სხვანაირად ვიძახი, hamburger. 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 Can I speak with a native speaker? Disability. Disabilities? I understood on disabilities and I'm proud of you. Bye-bye. Bye. Bye. Go. მოკლედ, ახლა გადავწყვიტეთ, რომ Google Maps არ მივყვეთ, უბრალოდ ვიბოდიალოთ და სადაც მიგვიყვანს გზა, იქ ვჭამოთ. ხალხო, ჩვენ სავით რეცხავენ მანქანებს. ესე წყალს ასხამენ და ჩემს მეგობარს გაუკვირდა, რომ რომელი საუკუნეა ეს რატო რეცხავენ. ახლა მოვედით, რომ დავაგებოვნოთ ადგილობრივი პატარა სამზარეულო და მე ზოგადად ძალიან მიყვარს ხოლმე ადგილობრივი სასადილოების დაგემოვნება, იმიტომ რომ აქ ყველაზე მეტად გვგრძნობ იმ ადგილის კულტურა, სადაც ვარ. და ჩემთვის რაღაცა უფრო ეგზოტიკურია ხოლმე ეგეთი ადგილები. რა თქმა უნდა, რაღაცა ის არ არის ლაქშერი და რაღაცები, მაგრამ მე ძალიან მიყვარს. ჩემო მეგობარმა აქაურ თანამშრომლებს კითხა, რომ ჩვენი აზრით, თქვენი აზრით საიდან არისო ხო ეს გოგო და რა უპასუხეს? Yugoslavia. Yugoslavia. ჩვენ უკვე ვჭამეთ. და ახლა წავალთ სახლისკენ. ჟოო ცხოვრობს პორტოსთან ახლოს პატარა ქალაქში. მე წავალ პორტოში. აჭარული ჩაურთე. Where's the beach? Please wait. Is that a Georgian dance? Do you like? Sounds Middle Eastern. Do you Sounds like? Dune. What? Middle Eastern. Middle East? Go, 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 go. Do you like? I mean, Allah Akbar. You don't like? Very Middle Eastern. What do you mean in Middle East? This sounds Asian. It sounds Caucasian. It sounds like Arabic? Yeah. Just check Arabic songs. No, And then compare, I please. can hear. Listen, I have a degree in music. So I just can show hear me the- Arabic song I can with the hear. same vibes. Show me. No, I can hear the different tones. It's not playing whole scales. Okay, It's but not playing Western music. it's not Western, of course. Exactly. We are special. Wait, Moitana. the guitar's coming. Huh? What is coming? The guitar. Ah, the guitar. You do. მოკლედ, დამთავრდა ჩვენი ბოდიალი და მივდივართ ახლა სახლში ველოდებით მატარებელს. So, Joao, say something to Georgian audience. Bonjour, ça va bien? You can dance, you can fight, time of your life. I know the song now. Dancing Queen. No. And when you get the chance,
Dancing queen, sweet 17. See that girl, tangerine. You can having the time of your life. Supposed to be 1/3 motion like but I didn't put it back. Come back. ხალხნო, 1 საათი ველოდეთ და თურმე არასწორად გილოს ვდგავართ და ეხა უნდა გადავიდეთ გლიანდაგის მეორე მხარეს და კიდევ 1 საათი უნდა ველოდოთ მატარებელს. 2 ჭკვიანი, 2 ნიჭიერი. დედას ნიჭიერი.